კობა დავითაშვილი შეურაცხყოფილია და ამაში ის ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. დეპუტატი პრემიერის იმ განცხადებას გულისხმობს, რომელშიც ივანიშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს მეტი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, ვიდრე დავითაშვილს. თავისი წყენის შესახებ დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. დავითაშვილს აინტერესებს პრემიერ-მინისტრი კვლავ ასე ფიქრობს თუ შეიცვალა შეხედულება. საწყენი დავინახე მის გამონათქვამში. და ეს იყო ორი ფრაზა. კობა დავით სერგეენკო აკეთებს უფრო მეც, ვიდრე აკეთებს კობა დავითაშვილი, ან ოდესმე გავუკეთები. ეს იყო გადახაზვა მთელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი წითელი ხაზით და მართალი გითხრათ, მსგავსი შეურაცხყოფა პირდაპირ მინდა ვთქვა, მე არც ერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მემიღია, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში იყო საკამათო ეპიზოდები და ამაზე მუდმივად მახსენებენ და მითითებენ. ნავერწილეთ ჩემო ბატონო და ჟირინოვსკიმ, რომ ხელი არ ჩემომართვა, მაგრამ არავის არ უთქვია, რომ კობა დავითაშვილის ცხოვრებაში არაფერი არ გავუკეთები. ბიძინა ივანიშვილის შეფასება იყო ძალიან შეურაცხყოფელი. და მე მაინტერესებს კვლავ ასე ფიქრობს თუ არა ის. იმიტომ რომ შეურაცხყოფა საჯაროდ მოხდა და მე საჯაროდ მაინტერესებს მისი შეფასება, დღესაც ასე თulis თუ არა.